რომელი პერსონაჟია ყველაზე სწრაფი? მოვაწყობთ რბოლას ისტორიაში ყველაზე სწრაფ პერსონაჟებს შორის, რათა გავიგოთ, ვინ არის ყველაზე სწრაფი. აქ იქნებიან სონიკი, ფლეში, გოკუ, პიკაჩუ, მარიო და კიდევ ბევრი სხვა, ასევე საიდუმლო პერსონაჟებიც. ვინ იქნება ყველაზე სწრაფი? ამის შესამოწმებლად არ დაგავიწყდეს და ალაიკო, გამოიწერო არხი და ჩართო ზარი, რომ ისეთივე სწრაფი იყო როგორც ისინი. წავედით. მოგესალმები ლეო პიკარონის არხზე და ლაიქე დატოვე კომენტარი და გამოიწერე არხი გამომყევი სოციალურ ქსელებში ბმულები აღწერაშია და ჩარტე ეს პატარა ზარი ერთი ღილაკით ეხლა კი მოემზადე რადგან წარმოდგენა იწყება დარჩი ვიდეოს ამურებლა თუ ეს სიმღერა მოგეწონს. კარგი, ხალხო, მოგესალმებით რბოლაზე, რომლის წარდგენაც ყველაზე მეტად მიხარია. რადგან დღეს ყველა წეული პერსონაჟი გყავს. ანუ ნახეთ, აქ არიან აბსოლუტურად ყველა პერსონაჟი, ვისაც ოდესმე წარმოიდგენდით, რომ სწრაფია რო რამეში გამოდგება. აქ არიან. ეს რბოლა უდავოდ ყველაზე მეტად მახარებს, ასე რომ მოემზადეთ, რადგან მორბენლებს მოუწევთ მთელი ეს ტრასა გაიარო ამ ფრინავი რგოლებით. მთელი ეს მილი სრულ წრეს აკეთებს, მათ შორის წყლის ზონაშიც. დაასრულებენ ამ პლატფორმაზე, რათა გაიმარჯონ. ამისთვის მხოლოდ 30 წამი ექნებათ. შეძლებს ვინმე ამას. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, დღეს, რადგან განსაკუთრებული დღე არის, სამი ყველაზე სწრაფი საიდუმლო პერსონაჟი ისტორიაში და მალე გავხსნით მათ, მოთმინება გქონდეთ. მაგრამ ეხლა რა სიტყვით თუ ნახავთ? რომელი არის ნამდვილად ყველაზე სწრაფი მათ შორის? და ეხლა მაყურებლის ფავორიტის ჯერია. ერთ-ერთი უდიდესი მორბენალი, სონიკი. ყველაფერი მზადაა ძვირფასო სონიკო. მაშინ ვიწყებ შენს რბოლას. 3, 2, 1. წავიდა სონიკი. საკმაოდ სწრაფად მიდის და იწყებს აჩქარებას. ეს არის ის სონიკი, რომელსაც ყველა ვიცნობთ და ფრთხილად, რადგან ეხლა უნდა იფრინოს. და სონიკი სუპერსონიკად გარდაიქმნება. კარგი, ამ რბოლაში ყველა მიდის. ყველანი ყველაფერს გააკეთებენ და ეს ამის დასტურია. უკვე გადის იმ ზონას, სადაც ფრენა სჭირდება. თუმცა ტრანსფორმაციაზე დრო დაკარგა, ეს უნდა გვახსოვდეს. კარგი, აგრძელებს წინსვლას, მიფრინავს მილებში, ძალიან კარგად გამოსდის. მოტრიალებაც კარგად გააკეთა. აი მიდის სონიკი, თუმცა დრო მალე ამოიწურება. 3-ში, 2-ში, 1-ში, დრო. არ ვიცი თქვენ როგორ ხართ, მაგრამ მე სონიკით აღფრთოვანებული ვარ. მან საოცარი დრო აჩვენა და თითქმის დაასრულა რბოლა. უდავოა რომ ყველაზე ძლიერით დავიწყეთ, მაგრამ ახლა ჩვენც არ დავიხევთ უკან. ერთ-ერთი იმ მცირეთაგანი, ვინ სონიკს კონკურენციას გაუწევს. სამყაროს ყველაზე სწრაფი. ფლეში, წინ, ფლეშ, 3-ში, 2-ში, 1-ში. წავიდა. მამა მია, როგორ დარბის ეს მწევარი. ის შესანიშნავად აკეთებს ამას, თუმცა ფრენა. მოდი ვნახოთ. ეხლა ხელების მოძრაობით ფრენას ცდილობს. ეს ფლეშის კარგი სტრატეგია, მაგრამ რადგან ეს ტრასა ფრენასაც მოითხოვს, მრავალმხრივი უნდა იყო. ამიტომ ყველა სფეროში ყველაზე სწრაფი არ ხარ ფლეშ. ის მაინც ცდილობს, თავისებურად ფრენას აგრძელებს, მაგრამ რგოლებში ძალიან ნელა გადის. ფლეშ, რა კარგადაც დაიწყე. აი ის არის. ისევ რგოლებში გადის. ყველაფერს აკეთებს თავისი პატარა ხელებით. მართალია, პატარა ნახტომებს აკეთებს, რაც სისტრაფეს მატებს, მაგრამ მისი დრო იწურება. ფრთხილად, რადგან ცაში ადის. და აკეთებს ბოლო სპრინტს, მაგრამ დრო იწურება. 3, 2, 1. აქამდე მოხვედი ფლეშ. ძვირფასო მეგობარო, სცადე ყველაფერი. მაგრამ მეორე ადგილზე დარჩი სონიკის შემდეგ ლუზერო. ეხლა ფრთხილად, რადგან კიდევ ერთი მძიმე წონის მოთამაშის ჯერია. სოფლიოში ყველაზე ცნობილი ანიმე პერსონაჟი ჩვენი აბსოლუტურად ყველას ბავშვობა. გოკუ, აი ისიც. მზად ხარ ისტორიის შესაქმნელად გუმელად გოკუ? 3, 2, 1. გოგუ იწყებს. ღმერთო ჩემო, მაქსიმალურ სიჩქარეს ანვითარებს. სიმართლე რომ თქვა, ძალიან სწრაფად დარბის, მაგრამ დგება ფრენის დრო. და რასაც გოგუ აკეთებს, ეს არის ტრანსფორმაცია და სუპერ საიანად გადაქცევა. რა კარგი სტრატეგია გოგუს გას. საოცრად აკეთებს ყველაფერს, აგრძელებს რგოლებში გავლას. სწრაფად ფრენა მას ბევრად უკეთ გამოსდის, ვიდრე ფლეშს. ყურადღება, ეხლა მილში გადის და ფლეშს უსწრებს, მაგრამ იქ ჩერდება. რატომ ჩერდები, გოკუ? ღმერთო ჩემო, სუპერ საიანს ამიში გადადის. ეხლა ბევრად უფრო სწრაფია. სონიკის დაჭერას ცდილობს, გააგრძელე გოკუ. საოცრად აკეთებ ყველაფერს. აი აქ ჩერდება, აქ დაიკარგა, მაგრამ აჩქარებს. და დრო მთავრდება. 3, 2, 1, გაჩერდი. დრო. არ მჯერა, სონიკმა გოკუს აჯობა. მან სუპერ საიან 3 იცკი გამოიყენა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ამ ეტაპზე მეორე პოზიცია. და ეხლა მეგობრებო, პიცის სუნი არ ძნობთ.
მამა მია, ეხლა მარიოს ჯერია და ამასობაში თვალები არ აქვს, მაგრამ კარგად ხედავს. წინ მარიო, 3, 2, 1, კარგი, პინი. აი მიდის მარიო. მართალია იტალიური ღიპი ცოტა უშლის ხელს. ფუ, მარიო, ძალიან ბევრი პიცა გიჭამია, მაგრამ კარგი. მარიო აგზელებს წინსვლას და ამას ძალიან კარგად აკეთებს, მაგრამ სონიკი ვით სწრაფი არ არის. კარგად გამოსდის, მაგრამ ისე კარგად არა, როგორც ჩანდა. აი მარიო. დრო გეცურება. უფრო ხშირად უნდა იარო სპორტდარბაზში, იმიტომ რომ შეიძლება სონიკზე ცნობილი იყო, მაგრამ სისწრაფეში ვერ აჯობე. რბოლაში წააგებ, გაუმარჯო სონიკს. სულელო, შტულო, იდიოტო. მგონი აშკარაა, ვის გუნდს გულშემატკივრობ, ხომ ასეა? ყოველთვის სონიკის მხარეს ვიხავი. მაგრამ თავარია რომ მარიოს დრო იწურება და 3, 2, 1 დრო და მარიო ბოლო ადგილზე რჩება. ვერ გადაიხდის თვალების ოპერაციას. მეგობრებო, ვიცი რომ ეს რბოლები ძალიან მოგწონთ, ამიტომ გონია რომ დადგა ის მომენტი, რომელსაც ყველა ველოდით. ეხლა მზად ვართ რომ გავამხილოთ ვინ არიან 3 საიდუმლო პერსონაჟი, ასე რომ სწრაფად. ამ წუთიდან მხოლოდ 20 წამი გაქვს რომ დაალაიქო, გამოიწერო არხი და ჩართო ზარი, რათა გახსნა საიდუმლო პერსონაჟები. თუ კომენტარებში დაწერ ვინ გაიმარჯვებს, შეგიძლია ისეთივე სწრაფი იყო როგორც ის, ასე რომ მე შენს ადგილას ვიჩქარებდი, დრო გვეწურება. არა. ძალიან კარგი მეგობრებო, უკვე შეასრულეთ და ეს ნიშნავს რომ დროა ისტორია შევქმნათ. გავხსნათ პერსონაჟები 3, 2, 1 და აი ისინი აქ არიან. პირველ რიგში Flash Reverso, ეს მხეცი, რომელსაც აქვს სისწრაფე, რაც აქამდე არავის უნახავს. მეორე ადგილზე გოკუს ყველაზე ძლიერი ტრანსფორმაცია, Ultra Instinct. და ბოლოს Sonic's და Shadow's ფიუზია მათ ჰიპერფორმაში, ანუ ჰიპერშადიკი. ფრთხილად იყავით ამ საიდუმლო პერსონაჟებთან, მგონია რომ ისინი ძალიან დაარღვევენ რბოლის სტაბილურობას, მაგრამ ეხლა ამ საყვარელის ჯერია. და კავილს იწვევს თუ გეკავება, Pikachu. აი მიდის ამ რბოლის ყველაზე საყვარელი მონაწილე. 3, 2, 1, პიკა. აი ის არის Pikachu. მართალია სწრაფად მიდის და თავისი ელექტროძალებით საკმაოდ კარგად გამოსდის. მიდი Pikachu, შეგიძლია, მადარი ხარ, ნამდვილი მანქანა ხარ, კუმირი ხარ. მოდი ვნახოთ ეხლა ნახტომს გააკეთებს. მოდი ვნახოთ Pikachu, რამდენადაც ვიცი, ფრენა არ შეგიძლია, მაგრამ ფრთხილად მიდის. იხენებს თავის ელექტროენერგიას, რომ რაც შეუძლია, იმდენი იფრინოს. ბიძგს იღებს, თუმცა საკმაოდ ნელა გამოსდის. მგონია რომ ეს შენი საქმე არ არის Pikachu, მაგრამ მაინც გააგრძელეთ და წარმატებებს გისურვებ. მიდი Pikachu, მიდი. აგრძელებს ელექტროენერგიის გამოყენებას, აი ასეა, გადის რგოლებში, მაგრამ დრო გეწურება Pikachu, იქ დარჩები. 3-ში, 2-ში, 1-ში, დრო გავიდა. აი Pikachu, რომელიც რგოლებში ელექტროენერგიით ლივლივებს. კარგად გააკეთა, მაგრამ ძალიან უკან დარჩა. საყვარელობაში პირველია, მაგრამ სისწრაფეში ერთ-ერთი ბოლოა. და ყურადღება მეგობრებო, ეხლა რაღაც საოცარი მოდის და რა არის? რა შეიძლება იყოს უფრო საოცარი, ვიდრე Mr. Incredible? დიახ, მინდოდა დეში გამომეყენებინა, რადგან ის იყო ოჯახის ყველაზე სწრაფი, მაგრამ ვერ ვიპოვე. ასე რომ Mr. Incredible დეშივით ირბენს. ასეა. აი მიდის Mr. Incredible 3-დან, 2-დან, 1-დან კარგი იწყებს სვას და აი წავიდა. ღმერთო ჩემო, ის ანადგურებს მიწას, რომელზეც დადის, ძალიან ძლიერია. წამო Mr. Incredible, ნახოთ რა ძალა გაქვს, ღირს თუ არა? ვნახოთ. ეხლა ხდება და რას აკეთებს? სად მიდის? მამა მია, მან ყველა რგოლი გადახტა და იქ დაეშვა. ღმერთო ჩემო, ნუ მეთქვი რომ Mr. Incredible ასეთი ჭკვიანი რომ არის, Flash და სწრაფი იქნება. Mr. ჭკვიანი. ანუ რას ვამბობ? Mr. Incredible Flash უსწრებს, მაგრამ დრო უნთავრდება. Mr. Incredible 3-დან, 2-დან, 1-დან. აქამდე მოვიდა. აი ის არის, სუპერ ბედნიერი და სუპერ ამაყი, რადგან ამ მომენტისთვის მესამე ადგილზეა, თუმცა არ ვიცი ეს მესამე ადგილი დიდხანს თუ შერჩება. ვიწვევთ მეორე ხარისხოვნებით და ახლა Shadow-ს ჯერია. თუმცა ჩემი აზრით Shadow აქ ყველაზე ნაკლებად მეორე ხარისხოვანია. ფრთხილად იყავით, რადგან მას აქამდე არნახული ძალები აქვს, ასე რომ Shadow მზად ხარ ამისთვის. 3-დან, 2-დან, 1-დან, გაიქეცი. აი Shadow წავიდა, საკმაოდ სწრაფია, მაგრამ მაინც ყველაზე სწრაფი არ არის. რაც ნამდვილად აქვს Shadow-ს, ეს არის საოცარი უნარი, რომელსაც ქაოსის კონტროლი ქრია და მან ახლა ხან დრო გააჩერა. ეხლა მას შეუძლია ბევრად უფრო სწრაფად იაროს, ვიდრე ჩვენ წარმოგვედგინა, მაგრამ ეს უნარი შეზღუდულია. დიდხანს არ გაგრძელდება, ასე რომ Shadow გამოფხიზლდი, იმიტომ რომ ეხლა მთელი ძალით მიდის. დრო ბევრად უფრო ნელა მიდის, მაგრამ Shadow, შენი ქაოსის კონტროლი მხოლოდ 5 წამი გრძელდება.
და უკვე გავიდე. ასე რომ უნდა გააგრძელოთ ცდა. Shadow ირბინე რაც შეიძლება სწრაფად, იმიტომ რომ ეხლა მთელი ძალით ცდილობს, მაგრამ არ ვიცი საკმარისი იქნება თუ არა. თუმცა ამ ეტაპზე ჩანს რომ კი, ასე რომ შეუძლია ფლეშზე წინ გასვლა და ამას აკეთებს კიდეც. ქაოსის კონტროლი მართლაც დიდი უნარია მეგობრებო. ნახოთ რადგან ეხლა მილში შედის. მაგრამ შენი დრო Shadow, აი. მილში ვერ ახერხებ, შენ თვითონვე ებლანდები. რადგან შენი დრო იწურება 3-ში, 2-ში, 1-ში, დრო. ასე რომ Shadow ამ ეტაპზე მეოთხე ადგილზე ხარ. შეიძლება უნდა გარდაქმნილიყავი ან რამე მსგავსი გაგეკეთებინა. და ეხლა მეგობრებო გადავდივართ Sonic-ის მთავარი მეტოქიდან, Goku-ს მთავარ მეტოქეზე, Vegeta. ფრთხილად შეიძლება ეს სიურპრიზი მოგვიტანოს, ასე რომ Vegeta წინწადი 3, 2, 1, მიდის Vegeta. დაიწყებს მთელი თავისი ძალისა და სიჩქარის გამოშვებას. მიდი Vegeta, შეგიძლია. დაიმიფრინავს Vegeta, საიანების პრინცი. კარგი, რგოლებში კარგად გადის. თუმცა ის არ გარდაქმილა. აგრძელებს წინსვლას. კარგად გამოსდის. ხალხს შენი სჯერა Vegeta. Vegeta, ხალხს შენი ძალა სწამს. კარგი. მთლიანად შემოიარა რგოლი. გადაუსწრო Shadow-ს, გადაუსწრო Mr. Incredible-ს, მაგრამ მისი დრო მთავრდება 3-ში. არა Vegeta. არა, 2, 1, დრო. აი Vegeta, რომელიც ამ ეტაპზე მესამე ადგილზეა, მართლაც შესანიშნავად გაართვა თავი და ისიც გარდაქმნის გარეშე. კარგი. ეხლა კი გადავდივართ ნამდვილ ისტორიულ მეორე ხარისხოვან გმირზე. ღმერთო ჩემო, პიცის სუნი არ სათქრება. აი Luigi და ძმა, Marios ძმა. ასე რომ Luigi მზად ხარ? 3, 2, 1, გაიქეცი. აი მიდის Luigi, ყველაფერი იდეალურად გამოსდის. ღმერთო ჩემო, რამადარი ნახტომი გააკეთა Luigi-მ და ახლოებით ისეთივე სწრაფია როგორც Mario. ბრძოლა ამ ორს შორის იქნება. ვნახოთ ვინ არის ნაკლებად სწრაფი. მიდი Luigi, გააგრძელე, არ დანებდე, იდევნე შენი ოცნებები. აღარ ვიცი როგორ მოგცე мотиваცია. ძალიან ნელი ხარ მეგობარო. მიდი Luigi, კიდევ ცოტა. Mario შენს პიცას ჭამს. ირბინე გთხოვ. აი მიდის Luigi, რომელიც არ ნებდება და ჩანს რომ Marios უახლოვდება. ვნახოთ, ცოტა უფრო მაღალია და ცოტა უფრო გამხდარია. იქნებ საბოლოოდ უფრო სწრაფიც აღმოჩნდეს. როგორც არ უნდა იყოს, მისი დრო მალე ამოიწურება. 3-ში, 2-ში, 1-ში Luigi ხტება და ვაუ, მამა მია, მან Marios გადაასწრო. საოცრება ხალხო, Luigi-მ სიურპრიზი მოგვიტანა და ის უკვე აღარ არის ისეთი მეორე ხარისხოვანი როგორც გვეგონა. როგორც არ უნდა იყოს ეხლა Spider-Man-ის ჯერია. აი ის უკვე მზად არის. ჩვენი მეგობარი და მეზობელი Pedro Parkesi 3-ში, 2-ში, 1-ში აი მიდის. კარგი. ის გამოიყენებს ობობისპის ქსელს რომ წინ წავიდეს, მაგრამ სიმართლე რომ თქვა, ძალიან სწრაფი არ არის. მიდი Spider-Man-ო, აჩქარე კაცო. ყურადღება, რადგან ის ქვემოდან გადის ტრასას ობობის ქსელით. ოსტატური და ძალიან ჩქვიანი სვლა ძვირფასო Spider-Man-ო. კარგი, დაიჭირე ცეპელინი. ძალიან კარგი Spider-Man-ო, ასე უნდა. მიდი Spider-Man-ო. ის ვერ დაფრინავს, მაგრამ ობობის ქსელს იყენებს როგორც შეუძლია. ვაუ! აი ისიც. კარგი, ზეპელინსაც იყენებს და ქვემოდან ილწევა. თუმცა ჩვენი მეზობლისა და მეგობრის Spider-Man-ის დრო იწურება. 3, 2, 1, დრო. აი Spider-Man-ი მივიდა იქამდე სადამდე შეძლო. ძალიან კარგად გააკეთა და ურადრება თითქმის დაეწია Flash-ს, საკმაოდ კარგად. ეხლა კი მეგობრებო, საქმე ეხება ნინძებს. იმიტომ რომ ადრე მეც შენაირი ვიყავი. უზუმაკი Naruto, აი მიდის ჩვენი საყვარელი პურო Naruto. წინ Naruto, აჩვენე რისი გაკეთებაც შეგიძლია. 3-ში, 2-ში, 1-ში, აი მიდის Naruto-კუნი. მიდი Naruto-კუნ, Sakura-sani, Sasuke Uchiha და არ ვიცი კიდევ რა. აი მიდის. მოდით ნახოთ როგორ გაართმევს ამას თავს. ვაუ! იწყებს გადახტომას, გადის რგოლებში როგორც შეუძლია. წავიდეთ Naruto, უხჯურ! ამზადებს დიდ ნახტომს რომ რაც შეიძლება მაღლა ავიდეს. და აი წავიდეთ Naruto. აი ის არის ირბინე Naruto. მოასწარი დროგეთურება 3-ში, 2-ში, 1-ში. დრო. ფრთხილად Naruto თითქოს Flash-ს გადაასწრო. ძალიან კარგი რბოლა Naruto. ეხლა კი მეგობრებო ბატონი Stark-ის ჯერია. Iron Maldito. Iron Mama Huevo, Iron Man-ი. ბოდიში ბიჭებო, ბევრს უყურებ ბანანეროს, მაგრამ ეხლა დროა. Iron Man-ი 3-ში, 2-ში, 1-ში, წავიდა. მიდი Iron Man-ო, მიდი Iron Man-ო. იწყებს თავისი მთელი ძალის გამოყენებას. კარგი. Iron Man-ი ენერგიას და ჯავშანიც მაქსიმუმზე აქვს. საკმაოდ სწრაფია. აი მიდის წინ.
და უთხრამს დირიჟაბლს და მეორესაც რახანიკაა. კარგი, კარგად გადის რგოლებში. მართლა ძალიან კარგად აკეთებს აირონმენი. ამ სიჩქარით ფრენა დიდ უპირატესობას აძლევს. მიდი ეგ დირიჟაბლიც და წინ მიიწევს ჩვენი საყვარელი აირონმენი. ფრთხილად სპაიდერმენს აჯობა. ისევ წინ მიდის. ნარუტოს და ფლეშსაც აჯობა. აი მიდის აირონმენი. არა, მილში კარგად ვერ იმართება. ბოლოს ძალიან ცუდად დაეჯეხა. ირბინე აირონმენო, შენი დრო მთავრდება. 3, 2, 1. დრო. აი აირონმენი ის შადოუზე უკან დარჩა. მართლა კარგი რბოლა იყო აირონმენისგან. და ფრთხილად ყველას მანქანა გვაქვს, ხომ ასეა? მას არა, იმიტომ რომ თვითონ მანქანაა. მოდური ტრანსფორმერი ოპტიმუს პრაიმი. მოდით ვნახოთ, რას შეძლებს ჩვენი საყვარელი ოპტიმუსი. 3-დან 1-მდე? აი მიდის ოპტიმუსი. კარგი. მართალია ოპტიმუს პრაიმი საკმაოდ სწრაფად მიდის, თუმცა კარგად ვერ მართავს. კარგი, ფრენის დროა. წინ! ოპტიმუს პრაიმი! კარგი. მართალია საკმაოდ სწრაფად დაფრინავს. მე ვითხოვდი რომ კიდე უფრო სწრაფად ვიდრე აირონმენი. მიდი ოპტიმუს შესანიშნავად გამოგდის. აგძელე ფრენა უკვე გადაუსწარი სპაიდერმენს, ფლეშ, ნარუტოს. ძალიან კარგი ოპტიმუს შესანიშნავად აკეთებს და გადაუსწრო აირონმენს და შედოუს. თუმცა აქ ეცემა უნდა დაიწყოს სპრინტი, გადაუსწრო ბატონ წარმოუდგენელს. მაგრამ შენი დრო იწურება ოპტიმუს პრაიმი. წააგე 3-ში, 2-ში, 1-ში. დრო. ღმერთო ჩემო, ოპტიმუს პრაიმი, რომელიც ზუსტად გოკუსა და სონიკის უკან დარჩა. მესამე ადგილი ამურჩხულისთვის. და მეგობრებო, თუ გეტყვით რომ გინდათ 5 ღამე სადმე გაატაროთ, სად წახვალთ? რა თქმა უნდა, Five Nights at Freddy's პიცერიაში. მოემზადე ფრედი, შენი დროა. ყველას საყვარელი ანიმატრონიკი. 3, 2, 1. აი წავიდა. არა, ძალიან სწრაფია. მგონი შეიძლება მარიოზე და ლუიჯიზე უფრო ნელიც კი იყოს. მიდი მეგობარო, გამაგრდი, ნახვამდის. რა თქმა უნდა, თუ მის პიცერიაში მიხვალ მოკლავს, რადგან იქ გაქცევის ადგილი არ გაქვს, მაგრამ თუ სირბილზეა საქმე, იმ პიცებს, რასაც იქ ჭამს, ცოტა აწვება. მიდი ფრედი, გააგრძელე სულა, საკმაოდ ნელა მიდიხარ, კიდე უფრო ნელია ვიდრე მარიო და ლუიჯი. უკვე ნერვები მეშლება. არ ვიცი, ვის მოვიდა თავში ანიმატრონიკის შეყვანა ამ რბოლაში, მაგრამ საკმაოდ სულელურია. და კი ეს მე ვიყავი. მიდი ფრედი, შესანიშნავად გამოგდის. გამაგრდი, ხო? წარმოიდგინე რომ იქ არ ვიცი, ჩიკა ან რაღაც. გამაგრდი. ნიშნულობა არ აქვს, რას გეუბნები, რადგან შენი დრო იწურება 3, 2, 1. აქამდე ფრედი. მოდი ფრედი, სულ მცირეს წადე მაინც. მიდი ბიჭო, წადი და რამე თკბილეული აიღე. ეხლა კი მეგობრებო, გადავდივართ ბოლოს წინა პერსონაჟზე. დიახ, ბოლოს წინა, იმიტომ თქვი რომ კიდევ ერთი დარჩა, რომელიც ჯერ არ მოსულა. მაგრამ სანამ ის მოვა, ეხლა ჩარიზარდის ჯერია. ცეცხლის ტიპის პოკემონის, ლეგენდარული დრაკონის. და ისიც, ჩარიზარდი, 3, 2, 1, დაიძარი. კარგი, ჩარიზარდი სრული სისწრაფით მიდის და ცეცხლს ისვრის თავისი ცეცხლმფქვევით. სიმართლე რომ თქვა, ბევრად უფრო სწრაფია ვიდრე ველოდი, მეგობრებო. მიდი ჩარიზარდს შესანიშნავად აკეთებ. ფრთხილად, ეხლა რგოლებს გადის. ღმერთო ჩემო, როდიდან შეუძლია ჩარიზარდს ასეთი სისწრაფით ფრენა? ვაუ, და წვავს ცეპელინს და ყველაფერს წვავს. აი ჩარიზარდი სპაიდერმენს წვავს, შედის მილში. ეხლა ნახოთ ეს მილი, რომელიც უფრო რთულია. უი როგორ აჩერებს, რა სტილი აქვს ჩარიზარდს? ღმერთო ჩემო, როგორ ეშვება? ის შესანიშნავად აკეთებს ამას, თუმცა მისი დრო იწურება. შვენივრად შედის რგოლში, მაგრამ იჩქარე ჩარიზარდ, შენი დრო მთავრდება 3, 2, 1 და დრო ჩარიზარდ. მართლა შესანიშნავად გააკეთე, სიმართლე რო ვთქვათ. აქედან ულოცავ ჩარიზარდს, რომელმაც თითქმის ბოლო მილში ძალიან კარგი პოზიცია დაიკავა. და ეხლა ჩაზრო ბოლო პერსონაჟი არ მოსულა, მაგრამ იცით რატო არ მოსულა? იმიტომ რომ ეს მე ვარ. რას ფიქრობდით, რომ ამ რბოლაში არ მივიღებდი მონაწილეობას? ძალიან ცდებით. სონიკს მხოლოდ მე შემიძლია მოუგო. ასე რომ ბოლო პერსონაჟი ვარ დაბლოკილ პერსონაჟებამდე. და მე ასეთი სულელი არ ვარ. ახლავე ვაპირებ ტრანსფორმაციას, ჩემს საბოლოო ფორმაში, ცელკილომი. დრო ვაჩვენო, ვინ არის უფროსი. 3-ზე, 3, 2, 1, წავედი. ღმერთო ჩემო, არ მახსოვდა რომ ასეთი სწრაფი ვიყავი. დრო გაუფრინდე და ყველაფერი დავდო, დიახ. კარგი, გოლებს წარმოუდგენელი სისწრაფით გავდივარ, ჩემს საუკეთესო ფორმაში ვარ. წავედით, გავუსწარი სპაიდერმენს. ფლეში, ნარუტო, ნახვამდის. შედოუ, აირონმენი, თქვენს ნახვამდის. მისტერ ინკრედიბლ, ნახვამდის. წავედით. შევძელი და წრეში შევედი მილში. და ყველას ნახვამდის, პირველ ადგილზე ვარ. სწრაფად, შემიძლია შევძლო, უბრალოდ სწორად უნდა გავაგზელო აქეთ. აი, წყალში ავირიე. წავედით, მიუხედავად იმისა, რომ დრო მეწურება. 3, 2, 1, დრო.
კარგი, ვცადე, მაგრამ რბოლა ვერ დავასრულე. თუმცა პირველ ადგილზე სონიკია, რასულელია. ეხლა კი დაბლოკილი პერსონაჟების დროა. ეს ისტორიული მომენტი იქნება. პირველ რიგში Reverse Flash-ი. ფრთხილად ამასთანა ისიც. და ბოლომდე აწვება 3-2-1 Reverse Flash-ი, ღმერთო ჩემო. დიახ, მაგრამ ის ვერ შეძლებს ფრენას როგორც მეორე ფლეში და მაგრად დაერხევა სულელა. რა ხდება? ზეპელინზე ხდება. მეორე ზეპელინზე ხდება და აქ ჩერდება. ღმერთო ჩემო, ეს ბევრად უკეთესია ვიდრე მეორე ფლეში. საოცარ დონეზეა, არაჩვეულებრივად აკეთებს ყველაფერს. კარგი, ტოვებს მილს. ეს დაუჯერებელია. და ურადღება ეხლა აქ ძალიან სწრაფად მიდის. ღმერთო ჩემო, ყველას უსწრებს. ფრთხილად, ეხლა წყლის ზედაპირზე სირბილის დროა. და რა თქმა უნდა, ეს მას ძალიან კარგად გამოსდის. ასე რომ აი ის არის, წყლის ზედაპირზე ფლეში ბოლომდე იხარჯება. მაგრამ მისი დრო მდაორდება 3-2-1 დრო. აჰა, რა საწოდავად დარჩი წყალში ჩემს უკან. ჯერჯერობით ისევ ნომერი 1 ვარ და ეს ვერ შეიცვლება. გოკუ ულტრა ინსტინქტი, ყველა გოკუს შორის ყველაზე ძლიერი, ყველაზე უძლიერესი ტრანსფორმაცია, რაც კიოდეს მეკონია. ასე რომ ძვირფასო გოკუ ულტრა ინსტინქტი, შენი დროა, გაატავისუფლე მთელი შენი ძალა, ღმერთო. დიახ, მეგობრებო, იწყება. 3, 2, 1, ეხლა. დედა ჩემო, ძალიან სწრაფად მიდის და მოიცადე ის ტელეპორტირდება. კარგი, ყველაფერი დასრულდა, სადაც უნდა იქ ტელეპორტირდება. დედა ჩემო, რა სიჩქარესაც აღწევს, დაუჯერებელია, გოკუ უდრა ინსტინქტი. ნახეთ, პირდაპირ მილში შედის და გზას აგრძელებს, დედა ჩემო. აი ისევ ტელეპორტირდება. გოკუ ულტრა ინსტინქტი. დედა ჩემო, ეს ნამდვილად მჯობნის ბანდა. ეს ნამდვილად მჯობნის და აი აქ არის. 3, 2, 1, ღმერთო, პირდაპირ ცენტრში. ნათლად ვაქვს დროებითი გამარჯვებული, მაგრამ დარჩა ბოლო დაბლოკილი პერსონაჟი, Hyper Shadiki. შეძლებს თუ არა ის გოკუ ულტრა ინსტინქტს პირველი ადგილი წაართვას, ერთადერთს ვინც რბოლა ბოლომდე მიიყვანა. აი აქ არის. 3, 2, 1, იწყებს სირბილს და დედა ჩემო. მაგრამ ეს სიჩქარის დონე რა არის? შეიძლება ეს საერთოდ არ ტელეპორტირდება, მაგრამ სიჩქარის დონე რაც აქვს ძალიან მაღალია. დედა ჩემო. მაგრამ სულ უპრობლემოდ მიდის, უკვე მეც მემართება, საოცრად აკეთებს. ვაუ! აი აქ გყავს თავისი Hyper Shadikis მთელი ძალით, გოკუ ულტრა ინსტინქტთან ერთად. მეგობრებო, ამ ორ შორის ვინ უნდა გაიმარჯვოს? რადგან აქ არიან ერთადერთები, ვინც რბოლა ბოლომდე მიიყვანეს. და ეს თქვენზეა დამოკიდებული და იმაზე, რას დაწერთ კომენტარებში. სონიკის გუნდი თუ გოკუს გუნდი? ვისაც მისცემთ ხმას, ის აირჩევა ყველა დროის ყველაზე სწრაფ პერსონაჟად. ასე რომ მეგობრებო, იმედი მაქვს ვიდეო მოგეწონათ, დაალაიქეთ, გამოიწერეთ არხი, ჩართეთ შეთხოვინებები და კომენტარებში დაწერეთ კიდევ რომელი პერსონაჟების დაპირისპირება გსურთ რბოლაში. მომდევნო შეხვედრამდე, ნახვამდის.